Ქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა არქიტექტორთა კავშირში, არქიტექტორებთან, სადაც ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს არსებობს. Გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კონკურსი გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, საკმაოდ ბევრი კონკურსი არის დღეს გამოცხადებული არქიტექტურული პროექტების მიმართულებით. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ პრობლემების შესახებ გვესაუბრა, თუ არსებობს რაიმე ბარიერები მათი ამ კონკურსებში მონაწილეობის. გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა რომ ეს იყოს ძალიან ღია, კონკურენტუნარიანი პროცესი და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გამოგვივიდა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და მადლიერები ვართ ამით ჩვენ ბატონ მინისტრთან, ბატონ რეზი სოხაძესთან, იმიტომ რომ მან გახსნა საშუალება, რომ ღიად ვისაუბროთ და ვიმჯელოთ ერთობლივად პროფესიონალებთან ერთად, როგორ მოახდინოთ უკეთესად არქიტექტურული კონკურსები, როგორ უზრუნველყოთ ხარისხი არქიტექტურულ კონკურსებში გაზრდა, როგორ მოახდინოთ პროვოცირება მეტი არქიტექტორები და განსაკუთრებით არქიტექტორები ჩართოთ ამ პროცესში და ზოგადად როგორ გავაჯანსაღოთ წლების განმავლობაში გულგატეხილ არქიტექტორებში არქიტექტურული კონკურსების იდეა. ეს არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დაითქვა ის, რომ ეს არ არის ერთჯერადი, გაიხსნა გრძელვადიანი, გარკვევადი დიალოგის, მსჯელობის საშუალება და მე ვფიქრობ, ეს არის კარგი პრეცედენტი პროფესიული და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთობის.